ძალიან უცნაური ბავშვობა მქონდა. იმიტომ რომ ეს იყო 90-იანები, როცა ახლა ჩვენც არ ყოფნით და საკვები და ახლა კიდე ახალი მჭამელი ოჯახში ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა. მე სულ მინდოდა ძაღლი, მაგრამ რა თქმა უნდა არ მომწეს ამის საშუალება, მაგრამ სამაგიეროდ ესე იგი მყავდა თუთიყუშები, მყავდა ქათმებიც კი. ეს ის პერიოდი იყო, როცა არც საჭმელი იყო, არც გაზი, არც დენი და ყავდა ქათმები, რომლებიც აივანზე მოუწყო მამაჩემმა ესეთი რაღაცა თავშესაფარი. იყო ხოლმე ეგრე. ხო, ეს 2 თუ 3 ქათამი ყავდა და მე შუა დღეს ეს ქათმები და გაგვესეირნებინა, იმიტომ რომ გარეთაც ხო უნდა გაელოთ, მარტო აივანზე ხო არ იქნებოდნენ. და ჩავსვამდი ხოლმე ჩანთაში ამ ქათმებს და შუა დღეს ეზოში მიმყავდა სასეირნოდ. ბავშვობაშიც ხო რაღაც ეს ჩემი ცხოველების სიყვარული ძირითადად ესე ქათმებით იფარგლებოდა. ადრე ბავშვობაშიც ყავდა ერთი ქათამი, რომელიც კოჭლი იყო და მე ხის ფეხი გაუკეთეთ და ძალიან კარგი ქათამი გამოდგა. ხო, მე კიდე ერთი დედალი ქათამი მყავდა, რომელსაც წიწილებიც ეყოლა, არ გამოდის წიწილები გამოჩეკა ამ ქათამმა და მე ეს წიწილები რომ გამოჩეკა, ეტყობა რაღაცა დაერღვა დიდხანს ჯდომისგან და ფეხზე ვეღარ დგებოდა. ამიტომ ეს ქათამი თავის წიწილებიანად ასევე უნდა ჩამესვა ჩანთაში და სასეირნოდ მიმყავდა, ეს წიწილები დარბოდნენ და ამ ქათამს უბრალოდ ესე დავდებდი ხოლმე და ეს ბავშვები იმის გარშემო სახელსაც ხო არ გქონდით ხოლმე? სახელებს ვერ ვიგონებდი ხოლმე ბავშვობაში ხო და რაღაცა არ მახსოვს რომ ამ ქათმებისთვის რამე სახელები დამეკვა, მაგრამ თუთიყუშებს ვარ ქმედით მე. ზოოპარკის Facebook გვერდის პოსტებიდან გამომდინარე ძალიან გამიკვირდა რომ თქვენ სახელებს ვერ იგონებდით. ხო, აი რატომღაც ესე იყო, რომ სახელებს ვერ ვიგონებდით, ჩიტი რომ ყავდა, იადონი ყავდა თუ თუთიყუში, ჩიტი ერქვა ყველას, კატა რომ ყავდა, იმას ფისო ერქვა. და ხო, რა ვიცი, ეთყობა მე ასაკში ვისწავლე სახელების დარქმევა. ყველაფერს თავის სახელი მოგვიანებით დავარქვი. რადოს ყავს კატა ნაზიკო, მე მყავს კატა მარგო, მაგარი ტუტუცია. ამის ნაზიკო და ჩემი მარგოც. ხო, ნაზიკო ოღონდ და მაგ ნაზიკოს ერთი ისტორია აქვს, რომ ყველა კატა ახლობით 2000 წელს მამაჩემმა ქუჩაში იპოვა, აბსოლუტურად გაურკვეველი ჯიშის ლეკვი და მოიყვანა სახლში და დავარქვით ბიჭიკო. ხო და ბიჭიკე და ნაზიკე ხო ცნობილი ანეკდოტის გვირები არიან და იმის მერე რა კატაც ყავდა, ყველა იყო ნაზიკო. ყველა ნაზიკო იყო. და ეს არის დაახლოებით ნაზიკო მე-4 სავარაუდო, ან მე-5. არც ერთი არ იყო ნორმალური და ეს ყველაზე არანორმალური. სამაგიეროდ ეზოში აღარ არის, აღარც თაგვი, აღარც ქვემძრომი, აღარც მატლი, აღარც ჭია. მუსლი გაავლო. განადგურა, ხო? კატა მეც მყავდა, კი, ძალიან კარგი კატა იყო, ფისო. მაგრამ ძირითადად ყავდა ხოლმე თუთიყუშები. და ეს თუთიყუშები ჩვენ გვინდოდა, მაგრამ რეალურად მე მამაჩემი უვლიდა ხოლმე თუთიყუშებს. როგორ ხდება? ხო, როგორ ხდება ხოლმე.